მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მიზონის შესახებ. ერთი განხილვის ვიდეო მაქვს უკვე ამ ბრენდთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მოძველდა, როგორც იცით, ძველ განხილვის ვიდეოებს ნელ-ნელა ვანახლებ, როცა დრო მაქვს. არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა მომწერა ამ ბრენდის შესახებ, როგორც ჩანს, პოპულარობის ახალი ტალღა აქვს საქართველოში. არ ვიცი, ჩვენსკენ არაფერი მართალი რო გითხრათ, რაღაც გერმანულ ან ინგლისურ ენოვან სკინქია პლატფორმებზე და ინფლუენსერებთან, რომლებსაც მე ვუსმენ, ახალი არაფერი გამიგია ამ ბრენდის შესახებ და რაღაცა განსაკუთრებული აქტიურობა არ ყოფილა აქეთ, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოში რეკლამის და მარკეტინგის მხრივ ძალიან აქტიურები იყვნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ თქვენ იყავით ძალიან აქტიურები და ძალიან გაინტერესებდათ ეს ბრენდი და მათი ერთი ახალი პროდუქტი, რომელზეც არაერთმა მომწერეთ Instagram-ზეც და სხვათა შორის Instagram-ის სტორიზე გიპასუხეთ უკვე ამ პროდუქტთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მოკლედ, რაც შეიძლება რომ სტორიზე გააზიარო, მაგრამ დღევანდელ ვიდეოში კიდევ ერთხელ აუცილებლად დეტალურად გესაუბრებით ამ პროდუქტის შესახებ, პეპტიდების შრატის შესახებ და ვიცით, რომ გადაჭარბებული არაფერი არ მიყვარს და რევიუ მით უმეტეს და სკინქიას რევიუ მით უმეტეს, ამიტომ მე შევეცდები დღეს ძალიან ნეიტრალურად ინგრედიენტების სიით, საბუთებით შავით თეთრზე დაწერილით გესაუბროთ მაგ პროდუქტის შესახებ. ჩემი ხმა ძალიან გთხოვთ არ შეიმჩნიოთ და ჩემი ძალიან გამომშრალი და საშინელი თვალები, იმიტომ რომ სიცხე მაქვს, იბუპროფენზე ვარ და ისევ წერ ამ ვიდეოს, კანი ისეთი მშრალი მაქვს. თვალების გარშემო განსაკუთრებით, რომ კონსილერი ცოცხალი თავით არ დაჯდა კანზე. ამიტომ მოკლედ, ჩემს სახეს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ჩემს ხმას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. აქ ფოტოებს ჩაგიყრით და ამ ფოტოებზე გადაიტანეთ ყურადღება და შევეცდები, რომ მაქსიმალურად საინტერესო პროდუქტები ამოვკრიბო და მათ შესახებ გესაუბროთ, იმიტომ რომ არ ვიცი ხმას როდის დავკარგავ და ამის შემდეგ კიდე ერთი ვიდეოს ჩაწერავით. ვიცი, რომ სამკურნალო ვარ, მაგრამ არ გვინდა ახლა მაგ თემაზე საუბარი. მოდით მიზანზე ვისაუბროთ. ოკეი, პირველი პროდუქტი გამწმენდებში, რომელსაც ჩემი ყურადღება მიიქცია და მინდა რომ ვახსენო და გესაუბროთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო პროდუქტი იქნება, არის მათი დემაკიაჟის ბალმი, რომელიც 80 მილiliტრიანი შეფუთვით მოდის და ოფიციალურ საიტზე ფასი უდევთ $20. როგორც ვუყურებ, არის კარგი ემულგატორებით, კარგი ემულგატორების დემაკიაჟის ბალმია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ემულგაციის პროცესი კარგი და სწრაფი იქნება და ზეთოვან ტექსტურას არ დაგიტოვებთ პროდუქტის სახეზე. გარდა ამისა, ბევრი კარგი ჰიდრატორი ინგრედიენტი აქვს: აზიური სენტელა, ჰიალურონის მჟავა, კურკუმას ფესვის ექსტრაქტი. ზეთებს რაც შეეხება, მართალი რო გითხრათ, ცოტა ქვემოთ იწყება უკვე ზეთები, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც გითხარით, ზედმეტად ზეთოვანი ბალმი არ იქნება, არ ვიცი როგორ უნდა თქვა, ბალმი რეალურად მყარი დემაკიაჟის ზეთია, მაგრამ აი ისანას ბალმზე დამემართა, მაგალითად ეგ შის, კარაქი, გლიცერინი, ქოქოსის ზეთი იყო მგონი კიდე, ანუ იმდენად ზეთოვანი და მძიმე იყო, რომ აი ისეთ საშინელ ფენას ტოვებდა კანზე, ემულგაციის პროცესიც ძალიან ცუდად მიმდინარეობდა, თითქმის ვერ ჩამოიბანდი პროდუქტს სახიდან. არ მგონია რომ ეგეთი ბალმი იყოს. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე ტექსტურა არ მაქვს აქ პროდუქტის ინგრედიენტების სიდან გამომდინარე გესაუბრებით, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ესეთი თითქოს უფრო სორბეს ტექსტურის დემაკიაჟის ბალმი იქნება, რომელიც ძალიან იოლად დაიშლება წყალთან კონტაქტის შემდეგ. ვიცი რომ ეხლა ფასდაკლებების სეზონი მოდის, ამიტომ ვისაც ამ ბრენდის გატესტვა გინდოდათ, ვფიქრობ რომ კარგად მოგისწროთ ეხლა ამ ვიდეომ. მე გირჩევთ რომ ეს დემაკიაჟის ბალმი გატესტოთ თუ რაღაცა უაზრო ფასი არ აქვს საქართველოში, რა თქმა უნდა. შემდეგი პროდუქტი გამწმენდებიდან არის მათი პრობლემური კანის დაბალი pH-ის გამწმენდი, რომელიც 100 მილiliტრიანი შეფუთვით მოდის და ოფიციალურ საიტზე $15.24 აწერია. სხვათა შორის, რო წავიკითხე ინგრედიენტების ახლა პირველი ვიფიქრე, რომ მამაკაცებისთვის იქნება კარგი გამწმენდი თქვა და ფოტოები რო გადავედი მე საიტზე, ანუ გადავათვალიერე, ზუსტად მამაკაცი მოდელი ყავთ ამ პროდუქტისთვის და საინტერესო მომენტი იყო, რომ ზუსტად დაემთხვა ჩემი და მიზონის ფიქრები ამ პროდუქტთან დაკავშირებით. ეს არის სალიცილის მჟავის გამწმენდი. ზუსტად რა პროცენტული მაჩვენებლით არის შიგნით სალიცილი სამწუხაროდ არ წერია, მაგრამ ნუ გამწმენდი საშუალება არის, ჩამოსაბანი პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე დასატოვებულ სალიცილთან შედარებით სადაც პროცენტის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ესეთი ტრაგიკული ამბავი იყოს, რომ არ წერია პროცენტული მაჩვენებელი. ასევე სპილენძის პეპტიდებს შეიცავს, გლიცერინი, არგილინი, სხვადასხვა ამინომჟავების კომპლექსია შიგნით. სულფატებს რაც შეეხება, საშუალო სიძლიერის სულფატებია შიგნით, პლუს სალიცილი ამქერცლავი
ექსფოლიანტი ინგრედიენტი, ეს მას ნიშნავს, რომ ცოტა უფრო ძლიერი გამწვენდი იქნება, უფრო პრობლემური კანისთვის, უფრო კომბოც, ხიმიანი კანისთვის, აკნეზე გავუწევდი რეკომენდაციას, თინეიჯერებისთვის 12 წლიდან და ზემოთ გავუწევდი რეკომენდაციას. ესეთი გამწვენდია, რომელიც შეიძლება თუ ზედმეტად ხიმიანი კანი არ გაქვს, ან თუნდაც ხიმიანი კანის შემთხვევაშიც, აი მაინდა-მაინც ყოველი საღამოს გამწვენდი არ იყოს, იმიტომ რომ ყოველ საღამოს სალიცილის პროდუქტი არ გჭირდებოდეს, მაგრამ აი ჰორმონალური აკნეს დროს, პრობლემების დროს, როცა იცი, რომ აი გამოგადგება კანს კარგად გაასუფთავებს, შენი რუტინისთვის კარგად მოამზადებს, ანტიბაქტერიული იქნება, ანტიანთებით იქნება. მე ვფიქრობ, რომ თუ უაზრო ფასი არ აქვს, ახლა ფასსაც უნდა მივაქციოთ, რა თქმა უნდა, ყურადღება მე აქ ახლა ინგრედიენტების მიხედვით გესაუბრებით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, თუ ნორმალური ფასი აქვს საქართველოში, საკმაოდ კარგი სალიცილის გამწვენდი იქნება, რომელიც თინეიჯერებს შეგიძლიათ უყიდოთ და თქვენ განსაკუთრებით თუ კომბოც ხიმიანი კანი გაქვთ, კვირაში არც თუნდაც 3-4 ჯერაც გამოსაყენებლად, ვფიქრობ ძალიან კარგი გამწვენდი იქნება. მათი first essence-ის შესახებ უნდა გესაუბროთ, იმიტომ რომ ვიცი, საკმაოდ პოპულარული პროდუქტია, იმიტომ რომ SK2-ს essence-ის დუპად ითვლება. და სხვათა შორის გვანან ინგრედიენტების მიხედვით, აქაც პირველივე ინგრედიენტების სიაში გვაქვს გალაქტომისის ფერმენტირებული ფილტრატი, ანუ ფერმენტირებული ექსტრაქტების შესახებ საუბრობთ, რომელიც 94 ხო, 94.5% არის ამ პროდუქტის, ასევე ადენოზინს და ნიაცინამიდს შეიცავს. ადენოზინი და ნიაცინამიდი თუ დააკვირდებით, როცა კორეულ ბრენდებს ეხებათ საქმე, საოცარი ესეთი კომბო არის, სადაც ადენოზინია, იქ ნიაცინამიდია, სადაც ნიაცინამიდია, იქ ადენოზინია, ამიტომ რომ ეს როგორც სამკურნალო ინგრედიენტები, როცა კანის ტონის და ფერის გაუმჯობესებას ეხება საქმე, ისე ითვლებიან კორეაში. ანუ ბრენდები ვალდებულები არიან, როცა კანის ტონის და ფერის გაუმჯობესებას ეხება საქმე, ეს მხოლოდ კოსმეტიკური არა, ეს ასევე სამედიცინო, სამკურნალო, ასე ვთქვათ, წარწერად ითვლება კორეაში, რომელიც უნდა დაასაბუთო შენი ინგრედიენტებით, ისევე როგორც არის ახლა წამალს, რომ ეს სიცხის დამწევი წამალი, რა სიცხე გამახსენდა პირველი რაღაცის სამკურნალო, როცა კანის ტონს და ფერს ეხება საქმე, ეს ესე ითვლება კორეაში და ადენოზინის და ნიაცინამიდის კომბინაცია ერთ-ერთი აღიარებული კანის ტონის და ფერის გასაუმჯობესებლად რო იყენებენ ისეთი ინგრედიენტების კომბინაცია, რომელსაც ხშირად შეხვდებით ხოლმე ესე ერთად ინგრედიენტების სიაში და ამ შემთხვევაში ცაცია, თუმცა აქ ფერმენტირებული ინგრედიენტები კანის ტონისთვის და ფერისთვის, რა თქმა უნდა, პირველები არიან ნამდვილად და არაჩვეულებრივია. მოშვებული კანისთვის, გამომშრალი, ასაკოვანი კანი, წვრილი ხაზების და ნაოჭების შესავსებად და ასაფუმფულებად, ეხლა რა თქმა უნდა, ამას ბოტოქსის ან ფილერის რაღაცა პერმანენტულ ეფექტზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობთ, მაგრამ პროდუქტის გამოყენების პროცესში აუცილებლად დაინახავთ სხვაობას. მოცულობა ცოტა ნამდვილად არ არის 80 მილილიტრი. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, უფრო წყლის ტექსტურის ესენციის შესახებ საუბრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება უფრო მეტი გამოიყენოთ პროდუქტი, ვიდრე თქვა სქელი ამპულა, რომელიც პიპეტით უნდა მოიღო შეფუთვიდან, მაგრამ მოცულობა ყოველ შემთხვევაში ცოტა არ არის. აი, ეხლა ვხედავ, ეხლა დავაკვირდე სიცხე რომ აქვს მეტყობა 210 მილილიტრიანი შეფუთვითაც აქვთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მოეწონებათ და უფრო დიდი შეფუთვის შეძენა მოუნდებათ. ერთადერთი რაც უნდა გითხრათ, ალკოჰოლის ანუ მშრალი ალკოჰოლის გარეშეა, მაგრამ საკმაოდ მძიმე ეთერზეთებია შიგნით. ბერგამოტის ეთერზეთი, ფორთოხლის კანის ეთერზეთი, ლავანდა, საკმაოდ მძიმე პარფიუმის სუნი ექნება და მძიმე ეთერზეთების სუნი ექნება, განსაკუთრებით თუ მგრძნობიარე ხართ, ალერგიული ხართ და კანი თუ არა ცხვირი თუ მაინც ძალიან მგრძნობიარე გაქვთ, შეიძლება ესეთი ყოველდღიურად გამოსაყენებელი სახეზე დასადოვებელი სასიამოვნო პროდუქტი მაგ მხრივ არ იყოს. მაგრამ თუ განსაკუთრებულად მგრძნობიარე კანი არ გაქვთ და იყენებთ პარფიუმით და ეთერზეთებით პროდუქტებს და იცით რომ ეს თქვენთვის პრობლემა არ არის, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ასაკოვანი მშრალი კანისთვის ძალიან სასიამოვნო ესენცია იქნება, რომელიც ბევრს მოგეწონებათ. თან ეხა მე რასაც უყურებ ოფიციალურ საიტზე რომ $14 უწერიათ 80 მილilitrისთვის, ოფიციალური საიტის ფასები ვიცით, რომ ყოველთვის ცოტა უფრო მეტია და აფთიაქებში შეიძლება უფრო ბიუჯეტურადაც კი იპოვოთ ეს პროდუქტები. ამიტომ ვფიქრობ, არ იქნება ცუდი შემოთავაზება. თან ეხა ფასდაკლებაზე თუ კიდევ უფრო ბიუჯეტურად იპოვით, გირჩევდით, რომ გაგეტესტათ. შემდეგი პროდუქტი არის ტონერი, რომელიც მინდა ვახსენო, რადგან ვფიქრობ, რომ ესეც ბევრისთვის საინტერესო პროდუქტი იქნება. ეს არის მათი AHA BHA-ის დღიური clean ტონერი, არ ვიცი რა თქმა ქვია, მაგრამ ეს არის 150 მილilitrიანი ტონერი, რომელიც $19.05 ღირს. ეს არის ამქერცლავი ექსფოლიანტი ტონერი, რომელიც ორივე მჟავების AHA და BHA მჟავების კომბინაციას შეიცავს. ცხიმიანობის კონტროლისთვის, ფორების გასასუფთავებლად, ტექსტურის მოსაშორებლად, AHA კანის ტონზე და ფერზეც არაჩვეულებრივი არჩევანია. ეს არის უფრო მსუბუქი ექსფოლიანტი ტონერი გეტყვით, იმიტომ რომ AHA-ის, ანუ გლიკოლის და
რძემჟავის კომბინაცია შიგნით და ორივე ერთად 8000 ppm უწერიათ, რაც 0.8%-ს ნიშნავს, თან კომბინაციაში ამ 0.8%-ში ორივე შედის გლიკოლიც და რძემჟავაც. სალიცილს რაც შეეხება 200 ppm უწერიათ, რაც 0.02%-იან სალიცილის მჟავის შემცველობას გულისხმობს პროდუქტში. საკმაოდ მსუბუქი ამქერსლავი ინგრედიენტების პროცენტული მაჩვენებელი გვაქვს. აქ ანუ უფრო მგრძნობიარე კანისთვისაც გავუწევდი რეკომენდაციას, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ აქაც ის თემაა, რომ პარფიუმი დაეთარგზათებია შიგნით. ქვემოთ ინგრედიენტების სიაში ისი არ არის, როგორც წინა პროდუქტზე იყო, დარწმუნებული ვარ, ამას ნაკლებად შემაწუხებელი სუნი ექნება, ვისთვისაც შეიძლება რომ პრობლემა იყოს, მაგრამ მაინც რომ გავითვალისწინოთ, თან უკვე ეს გლიკოლი და რძემჟავა და სალიცილი საკმაოდ მაღლა არიან ინგრედიენტების სიაში, მე-5, მე-6 უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეს 0.4, 0.5, 0.2, აი ეს პროცენტული მაჩვენებლები უკვე მე-4, მე-5, მე-6 ინგრედიენტები მაგ პროცენტული მაჩვენებლებით არიან, ანუ დანარჩენი ქვემოთ რაც წერია პროდუქტები, აზიური სენტელა, გლიცერინია, სხვადასხვა მცენარეული ექსტრაქტებია, ეს ყველაფერი არის ძალიან მცირე რაოდენობით პროდუქტში. და რძემჟავის მარილოვან ფორმას, რომელიც ასევე ძალიან კარგი ჰიდრატორი ინგრედიენტია. მოკლედ, მოფიქრობ, რომ კანს არ გამოგიშრობთ, უხეში არ იქნება, თან მშრალი ალკოჰოლის გარეშეა, ეს პილინგ ინგრედიენტებით საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლით არის. თუ პარფიუმი არ შეგაწუხებთ, ფიქრობ, გრძნობიარე კანზე გამოსაყენებლად არ იქნება ცუდი პილინგ საშუალება. ოკეი, და შემდეგია ეს ბოლო ახალი პროდუქტი, 7 ვეგანური პეპტიდების ბუსტერ შრატი, რომელზეც არ ვიცი, იმდენ ადამიანმა მომწერა, რომ მეთქი რა არის ასეთი, აი როგორც წესი მივყვები ხოლმე ბიუთი სიახლეებს და თუ რაღაც ესეთ განსაკუთრებული გამოდის ბაზარზე, როგორც წესი არ გამომრჩება ხოლმე. მეთქი რატო არავინ არ ლაპარაკობს ამ პროდუქტზე? მოდით, ეხლა მივყვეთ ძალიან ნეიტრალურად ამ პროდუქტს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი აღფრთოვანებული და თავი წავიქციეთ პეპტიდების შრატის გამო რევიუ უკვე შეგხვდათ ინტერნეტში. ამიტომ მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ნეიტრალური რევიუ გავაკეთო, მაქსიმალურად ინგრედიენტებზე და რეალურად ბრენდი თვითონ რასაც გვიყვება და გვეუბნება ოფიციალურად ამ პროდუქტის შესახებ, ისე გესაუბროთ ამ პროდუქტზე და თან შევადარო რაღაცა ისეც, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესო შედარება იქნება და თქვენს დაგეხმარებათ უკეთესად შეაფასოთ ეს პროდუქტი, სანამ თანხას გადაიხდით. ოკეი, როგორც ვთქვით, ეს არის ვეგანური პეპტიდების შრატი. ეგ გავითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია, როცა პეპტიდების შესახებ საუბრობთ, ვეგანური და ცხოველური წარმოშობის პეპტიდები, რა თქმა უნდა, ორი სხვადასხვა თემა არის, როცა მცენარეული პეპტიდების შესახებ საუბრობთ. ავტომატურად რამდენი სხვადასხვა ტიპის პეპტიდის შესახებაც არ უნდა ვსაუბრობდეთ. ოდნავ უფრო მსუბუქი შესახებ საუბრობთ, ვიდრე ცხოველური წარმოშობის პეპტიდების შესახებ. ნუ ეს ბუნებრივად ავტომატურად ესე, ანუ დაახლოებით რო გითხრათ, აი რეთინოლს და ბაკუჩიოლს რო ადარებენ ერთმანეთს და ბაკუჩიოლს რო რეთინოლის მცენარეულ ალტერნატივას ეძახიან. რაც ძალიან ცუდ რეპუტაციას უქმნის ბაკუჩიოლს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან რთულია ბაკუჩიოლისთვის, რომ ის შედეგი დადოს, რასაც რეთინოლი იძლევა, ხო? ანუ ამიტომ ძალიან არ მიყვარს ხოლმე ესეთი შედარებების გაკეთება, მე შემაძულა მაგ შედარებამ ბაკუჩიოლის გამოყენება. მოკლედ, პირველი ეგ გავარკვიოთ და ვიცოდეთ. შემდეგი, ეს არის შრატი 150 მლ-იანი შეფუთვით, რომელიც ბრენდის ოფიციალურ საიტზე წესით $25 ღირს, მაგრამ ამ წუთას 20%-იანი ფასდაკლებით უდევთ და $20 აწერია. ესე უნდა გითხრათ, რომ ერთადერთი პროდუქტია, რაცაც გადავხედე მათ საიტზე, რომელიც ფასდაკლებული აქვთ. რაც ცოტა უცნაურია, თუ ახალი პროდუქტია, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა ბაზარზე და ასეთი პოპულარული და ასეთი წარმატებული და ასეთი მაგარია, რატო ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც 20% ფასდაკლება ადევსეთ. ეგ მარკეტინგი და ეგ ამბავი ბრენდის მხრიდან მართალი გითხრათ, ცოტა ვერ გავიქე. მაგრამ ამ წუთას ესე ამოყიდულიაო კი აწერია და ეს 20% ფასდაკლება და ამოყიდული. მოკლედ, მაინც გითხარით რა, სრულად ყველა მხრიდან ყველანაირი ინფორმაცია რომ მოგაწეროთ ამ პროდუქტთან დაკავშირებით. ნუ რისთვის არის ეს პროდუქტი? პეპტიდები ვიცით, რომ არაჩვეულებრივია კანის ელასტიურობისთვის, კარგი ჰიდრაციისთვის, დატენიანებისთვის, ფორებისთვის, ტექსტურაზე სხვათა შორის პეპტიდები ძალიან კარგი არჩევანია, ასაკოვანი კანისთვის იდეალური დანამატია თავის მოვლის რუტინაში, არაჩვეულებრივი კომბინაცია პეპტიდები, განსაკუთრებით როცა მცენარეული პეპტიდების შესახებ საუბრობთ, რომელიც ესეთი აგრესიულები არ არიან, თქვენს აქტიურ ინგრედიენტებთან ერთად გამოსაყენებლად თავის მოვლის რუტინაში, როგორც აი ვთქვათ, რეთინოლი და პეპტიდების დამატენიანებელი და C ვიტამინი და პეპტიდების შრატი ან დამატენიანებელი არაჩვეულებრივი კომბინაცია განსაკუთრებით ასაკოვანი, მშრალი, გამომშრალი, გაღიზიანებული კანისთვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პეპტიდებს ბოტოქსის ეფექტი არ აქვს, პეპტიდებს ფილერის ეფექტი არ აქვს, პეპტიდი, შრატი, კრემი არ აქვს მნიშვნელობა სახლის პირობებში ბოტოქსის და ფილერის ეფექტს
გამორიცხულია ვერ მოგცემთ. ეს არის მომენტი, როცა ისმევ პროდუქტს, კანი დატენიანებულია, ჰიდრაცია, ფუმფულდება, ივსება წვრილი ხაზები და რა თქმა უნდა სხვაობას ხედავ. ახალ წასმულზე თუ დადგების სარკის წინ და ფოტოს გადაიღებ, იმასთან შედარებით, როცა სახე ახალდაბანილი ქონდა და ცოტა ხანი შეიძლება მოიცადე კიდეც და სახე შემშრალი იყო და ნებისმიერი ხაზი და წვრილი ნაოჭი რაც გაქვს სახეზე, რა თქმა უნდა გამოიკვეთა სიმშრალის გამო, ჩემს თვალებს რაც ჭირს ახლა დღეს მაგალითად. დღეს საკუთარი მაგალითებით ხო ძალიან კარგად გამარაგებთ რა სიტყვით. რა თქმა უნდა სხვაობას დაინახავ. ლამის ბოტოქსის ეფექტს დაინახავ ახლა. პროდუქტს რო იყენებ და იმ წუთას დადგების სარკის წინ და ფოტოს გადაიღებ, რა თქმა უნდა, ეგ ახლა აი გლიცერინი რო წაისვა სახეზე და კანი დაიტენიანო და შეივსება ნაოჭები და წვრილი ხაზები და აფუმფულდება კანი, ეგ დაგანახებს უკვე სხვაობას. ეგ ამბავიც გავარკვიოთ, რა თქმა უნდა, იმ წუთას როცა პროდუქტს იყენებ, რა თქმა უნდა, საუკეთესო შენექს ხედავ, მაგრამ პეპტიდების თემაც ესაა, იმის გამო რომ მთავარი ეფექტი ამ ინგრედიენტების არის ჰიდრაცია და დატენიანება და კანის შევსება ზედაპირულ შრეებში, როცა წყვეთ პროდუქტის გამოყენებას. და კანი ნელა ისე თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება, ეს ნაოჭები და წვრილი ხაზები არსად არ გამქრალა, რა თქმა უნდა. მათ შემდეგ ისე დაინახავთ, იმიტომ რომ უკვე გაჩენილი ნაოჭების შესახებ როცა ვსაუბრობთ, ხა უკვე გაჩენილ ნაოჭებს ესე იღოთ სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერაფრით ვერ გაიქრობთ. მოკეთ, ვიცით პეპტიდები, რასაც აკეთებენ და რამდენად კარგი ინგრედიენტები არიან. აქ რაც გვაქვს მოცემული ამ კომბინაციაში, ძალიან კარგი კომბოა პეპტიდების, ძალიან კარგი, თუმცა გეტყვით, რომ სუბოლოა 7-ვე ინგრედიენტი, 7-ვე პეპტიდი ინგრედიენტების სიაში და პირდაპირ უწერიათ, რომ საკმაოდ მცირე პროცენტული მაჩვენებლითაა ეს პეპტიდების კომპლექსი ამ შრატში. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ შეძლეს, რომ ესეთი ფასი ქონოდა ამ შრატს. ამ მოცულობაზე. ხვდებით რატომაც. საკმაოდ მცირე რაოდენობით არის ეს პეპტიდები ამ შრატში. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ აუცილებლად, პეპტიდები არიან ინგრედიენტები, რომლებიც იმ ეფექტს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, სახის შევსება, ჰიდრაცია, დატენიანება, საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლიდანაც უკვე აღწევენ. განსაკუთრებით, როცა სხვადასხვა ტიპის პეპტიდების კომბინაცია გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა მოლეკულური წონა აქვს და სხვადასხვა შრეებში შეუძლიათ კანის დატენიანება. გარდა ამისა, შეიცავს ნიაცინამიდს და ადენოზინს, როგორც გითხარით, კორეული ცნობილი კომბინაცია, გლიცერინს და ჰიალურონის მჟავას. წყლის ბაზისის პროდუქტია, სხვა ისეთი გამორჩეული, განსაკუთრებული არაფერი არ არის შიგნით, ჰიდრატორი, დამატენიანებელი ინგრედიენტების კომბინაცია, რომელიც მშრალი კანისთვის იქნება არაჩვეულებრივი, არაფერი არ არის, შეგნით ზეთები არ არის, რაღაც ესეთი ძლიერი ოკლუზიური ინგრედიენტები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნებისმიერი კანის ტიპისთვის შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. ტექსტურა რაც ვნახე პროდუქტის საკმაოდ თხელი შრატის ტექსტურა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყობაც სწრაფად მოხდება, შესაბამისად ამ მხრივაც არ იქნება ცხიმიანი კანისთვის პრობლემა. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ის პეპტიდების კომბინაცია, რაც ამ პროდუქტშია, მოცულობას როცა გავითვალისწინებთ. 150 მლ არ დაგვაწყდეს. მოცულობას როცა გავითვალისწინებთ, ერთ-ერთში ძალიან კარგად ჩდება. როგორც ამბობენ, ეს არის კოზარექსის პეპტიდების შრატის თუ ესენციას არის, ამას ესენციას ეძახი, მაგრამ საკმაოდ სქელი, ამაზე სქელია, მე მგონი, მისი კონკურენციის გასაწევად გამოიტანა მიზონმა ეს შრატი ბაზარზე და მართალი გითხრათ ვეთანხმები მაგ ამბავს. საკმაოდ გვანან ერთმანეთს, თუმცა ინგრედიენტების სიას თუ გადავხედავთ, მე ვფიქრობ, რომ კოზარექს ოდნავ უფრო ძლიერი კომპლექსი აქვს მიზონთან შედარებით. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოზარექს სპილენძის პეპტიდები აქვს პროდუქტში. ეს კიდევ უფრო სხვა თემა და სხვა კატეგორიაა პეპტიდებში. ყველა პეპტიდს ერთ ქვაბში ვერ ჩავყრით. იქ სპილენძის პეპტიდების შესახებ საუბრობთ, ის კიდევ უფრო სხვა კატეგორიაა პეპტიდების და კიდევ უფრო ანტიოქსიდანტური თვისებებისკენ მივდივართ მაგ მხრივ, ვიდრე მცენარეული პეპტიდების შემთხვევაში. ვერ გეტყვით ახლა, რომ აი ეს შედეგი და აი ეს შედეგი და პირადი გამოცდილება, რა თქმა უნდა, მაგ მხრივ არ გესაუბრებით. ინგრედიენტებიდან გამომდინარე, მხოლოდ ეს განცდა მაქვს ამ წუთას. არც შეიძლება საკუთარ კანზე რომ დავტესტო ახლა ერთი პროდუქტი, ერთი თვე, მეორე პროდუქტი, მეორე თვე, შეიძლება შემეცვალოს შტაბეჭდება, მაგრამ რაში ვიხდით ფულს? წავიკითხოთ ინგრედიენტების სია, მაგ იდეისთვის შემიძლია გითხრათ, რომ უდნავ უფრო ძლიერი კომბინაცია აქვს, ჩემი აზრით, კოზარექს, თუმცა შეიძლება რაოდენობიდან გამომდინარე აბალანსებდეს შემდეგ მაგ ამბავს მიზონი. მე რატომ მგონია, რომ როგორ გითხრათ, ცოტა უცნაურად ატყდა ამ ხელა ამბავი ამ პროდუქტთან დაკავშირებით, ისე თითქოს პეპტიდის შრატი არ ქონოდეს აქამდე მიზონს და წლებია უკვე პეპტიდებზე არ მუშაობდეს და წლებია უკვე ბევრი არაჩვეულებრივი პროდუქტი
პეპტიდებით და იგივე პეპტიდებითაც კი უკვე არ კონდეს ბაზარზე, რომლებსაც ჯილდოები აქვს მოგებული კორეაში. ამიტომ ცოტა მიკვირს, რატო ატყდა ამ ხელ ამბავი და შემდეგი პროდუქტი ახლა რომელზეც გესაუბრებით, ეს პეპტიდის შრატი და მოდით შევადაროთ ერთმანეთს, რომ ზუსტად გითხრათ, რაზე გესაუბრებით. ეს არის მათი peptide 500-ის შრატი, რომელიც თვითონ ბრენდს 30 მილilitrიანი შრატის შეფუთვა პიპეტის დასახურით $46 და 67 ცენტად უდევს ოფიციალურ საიტზე. ინგრედიენტების სიას რაც შეეხება, აღწერას როცა ეხება საქმე, იგივე ამბობს აქაც ბრენდი, რომ ეს არის ელასტიურობისთვის, წვრილი ხაზებისთვის, ნაოჭებისთვის, ჰიდრაციისთვის, როგორც კანის ბუსტერი ისე ფუნქციონირებს, რომ გამშრალი კანისთვის, ტექსტურისთვის, ფორებისთვის, კანის ბარიერისთვის არაჩვეულებრივი შრატი და ინგრედიენტებია. 9 სხვადასხვა ტიპის პეპტიდის კომპლექსია შეგნით. რა გითხრათ, 7 ვეგანურ პეპტიდზე იმ ხელ ამბავი ატეხილი 9 სხვადასხვა ტიპის პეპტიდების კომბინაციით აქვს შრატი ბაზარზე ბრენდს წლებია უკვე, რომელიც ასევე ადენოზინს, აზიურ სენტელას, ჰიალურონის მჟავას შეიცავს. ეს არის შრატი სპილენძის პეპტიდებით. აქ უკვე ხედავთ უფრო ზემოთაც იწყება პეპტიდების შემცველობა ინგრედიენტების სიაში. ამინოასიდები აქვთ კიდე შიგნით საოცარი ჩამატებული. ამინოასიდები არის, რაც ბოლო ჯამში შემდეგ პეპტიდებს გვაძლევენ. ეს ამინოასიდების ჩაჭვით ვიღებთ შემდეგ პეპტიდებს. ოდნავ უფრო დაბლა საფეხური პეპტიდებთან შედარებით, მაგრამ იგივე თემის შესახებ საუბრობთ. ძალიან იოლია ჩვენი განისთვის, რომ ამ ინგრედიენტებისგან ჰიდრაცია მიიღოს და მიიღოს ზოგადად ეს ინგრედიენტი, ასე ვთქვათ. რაღაცა საოცარი ამინომჟავების სია აქვთ, თუ კი რომელიმე მახსოვს და მინახავს სხვადასხვა პროდუქტებში, ყველა აქვთ, მე მგონი აქვთ. აზიური სენტელა, ჰიალურონი, მშრალი ალკოჰოლის, პარფიუმის და ეთერზეთების გარეშე, ესეც წყლის ბაზისის პროდუქტია. ეხლა სხვა ბრენდის პროდუქტს რო შევადაროთ, რაც გავაკეთე მაგალითად კოზარიქის შემთხვევაში, იქ შეიძლება ვთქვათ, რომ იცი რა, ორი სხვადასხვა ბრენდია, ორი სხვადასხვა საწარმოა, ორი სხვადასხვა ხარისხის ინგრედიენტების შესახებ საუბრობთ, ასე ერთი-ერთში როგორ უნდა შევადაროთ ერთმანეთს და 100%-ით მართალი ხართ. აქ ეს ბრენდი თვითონ გვაძლევს ორივე პროდუქტს. მოცულობით და ფასით. რომელი პროდუქტის დამზადება რა უღირს. რომელ პროდუქტში რა აქვს ჩადებული და რამდენად შეუძლია გაყიდოს. ეს მომენტი ცოტა არ მესმის საკუთარ პროდუქტს ამ ხრივ რატო უწევ ესე კონკურენციას. იმიტომ რომ როგორ მეუბნები, რომ ეს 30 მილilitrიანი 9 სხვადასხვა ტიპის პეპტიდების კომპლექსით შრატი გიღებს თითქმის $47 30 მილilitrზე და 150 მილilitrიანი პეპტიდების შრატი რამდენჯერ მეტი გამოდის? 4-5-ჯერ მეტი. 5-ჯერ მეტი მოცულობით. 5 ცალი შრატი აიღეთ. ფასის ნახევარი გიღებს. ამიტომ მართალი გითხრათ, ცოტა ეს მომენტი გამიკვირდა, რომ რაღაცა ესეთი რაღაცა თქვენც ეხლა რამდენადაც მომწერთ, ნახე მიზონმა რომ პეპტიდების შრატი გამოიტან. მიზონს პეპტიდების შრატი სულ ქონდა. მიზონმა არაჩვეულებრივად იცის პეპტიდებით პროდუქტი როგორ უნდა დაამზადოს და წლებია უკვე მაგას აკეთებს. თვითონ ამ შრატზე უწევთ შეიცავს 45% პეპტიდებს. გამორიცხულია ეგ მიიღოთ ამ ახალი პროდუქტი. ვისაც მოგწონთ ახალი პროდუქტი, მიხარია ძალიან. სიამოვნებთ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები მაგ პროდუქტთან დაკავშირებით კომენტარებში, როგორი ტიპის კანი გაქვთ და როგორი ტიპის კანზე მოგეწონათ და გამოგადგათ განსაკუთრებით, რამდენად ხშირად იყენებთ, სიამოვნებთ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, დარწმუნებული ვარ თუ ან შეკვეთილი გაქვთ, ან გეგმავთ ეხა ფასდაკლებაზე შეძენას. იმედგაცრუებული არ დარჩებით იმ ხრივ, რომ პეპტიდებმა იმედები როგორ უნდა გაგიცრუოს, ისეთი არაჩვეულებრივი ჰიდრატორები არიან, რომ აუცილებლად დაინახავთ შედეგს და ეფექტს კანზე, დარწმუნებული ვარ და დიდი სიამოვნებით დაცლით შეფუთვას და ახალი შეძენაც მოგინებათ. ჩემთვის პრობლემა არის, რომ პროდუქტის რევიუს გაკეთების დროს ცოტა ობიექტურები უნდა დავრჩეთ. ეს ვარსკვლავებს ვეთამაშებით, პეპტიდებზე ვსაუბრობთ. კიბოს წამალი ხო არ გამოუგონიათ. ანუ სადღაც შენს რევიუში უნდა ჩაამატო როგორმე ერთი წინადადება, რომ მაინც გავითვალისწინოთ, რომ ყველა კანი ინდივიდუალურია, ყველა კანი სხვადასხვა ეტაპზე და მდგომარეობაშია ამ წუთას, როცა ამ პროდუქტის გამოყენებას დაიწყებთ, შესაბამისად ყველას ერთნაირ შედეგს და ეფექტს ვერ მოგცემთ. ოკეი, მათი რეტინოლების შესახებ მინდა რომ გესაუბროთ. რეტინოლის შრატი აქვთ 0.1%-იანი, რომელიც ასევე 5% ნიაცინამიდს შეიცავს. აქ გრამებით უწერიათ მოცულობა, 28 გრამი, $42 და 86 ცენტი. არ ვიცი რამდენად ძვირია ეს პროდუქტი
საქართველოში იმედი მაქვს, რომ ეხა ფასდაგლებაზე უფრო ბიუჯეტური იქნება. მოკეთ რეთინოლი გვაქვს 0.1%, 5% ნიაცინამიდი, ასევე ბაკუჩილ შეიცავს და wrinkle free. ეს არის პატენტირებული კორეული ტექნოლოგიაო, როგორც უწერიათ, რომელიც კოლაგენის წარმოების ხელის შესაწყობად გამოიყენება პროდუქტებში და პეპტიდების ბაზისზეა, როგორც მივხვდი, დამზადებული და ეს შრატით შეიცავს სპილენძის პეპტიდები, მაგალითად, ამაშიც აქვს. მოკეთ ეს არის უფრო მსუბუქი რეთინოლი, 0.1%, თერაპიული ზღვარი გვაქვს, მაგრამ უფრო სუბუქი, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რეთინოლის გამოყენებას, ადამიანებისთვის, რომლებსაც გრძნობი არეკანი აქვს და უჭირთ მაღალ პროცენტებზე გადასვლა, საფრთხე ქსელში იგივე ხელმისაწვდომი არ იქნება ცუდი არჩევანი, სხვა ინგრედიენტებიც რეთინოლის გარდა პროდუქტში, როგორც გითხარით, არის ძალიან კარგი, ნიაცინამიდი, გლიცერინი, პეპტიდების კომპლექსი, პანთენოლი, სქვალეინი, ადენოზინი, ნიაცინამიდთან ერთად, რა თქმა უნდა, ჰიალურონის მჟავა, პარფიუმის და ეთერზეთების გარეშეა, გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი, ანუ მშრალი ალკოჰოლის კი არა, ალკოჰოლი აქვს თან სადღაც შუაში ინგრედიენტების სიაში. ეს მგონია ეს უფრო pH balance-ისთვის უფრო არის პროდუქტში და იმისთვის, რომ პროდუქტი სწრაფად შეიწოვოს განმავიდრე, აი, მშრალი ალკოჰოლი, რომელიც პირველ მეორე ახალ ინგრედიენტების სიაში უაზრო დონერებში. ეგეთი თემა არ არის. აქ მართალი გითხრათ ამ ალკოჰოლის შესახებ არც კი ვიდარდებთ. მოკეთ, მე ვფიქრობ თუ რაღაცა თირკმელი არ უნდა ჩააბარო, ეგეთი ფასი არ აქვს ამ რეთინოლს, ვისაც ეხა გინდათ და ეძებთ რაღაცას უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებლით, მე ვფიქრობ, რომ კარგი არჩევანი იქნება. და ასევე აქვთ 0.3%-იანი რეთინოლი, ერთნაირი შეფუთვები აქვთ, ერთნაირ ფერებში, უნდა დააკვირდეთ კარგად, რას ყიდულობთ, ანუ 0.1% არის შრატი და 0.3% არის კრემი. ეგ იქნება, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი დიდი სხვაობა იმის გარდა, რომ 1.1-ია და მეორე 0.3. ამ შემთხვევაში გვაქვს 26 გრამი, ეს კიდევ უფრო ძვირია, ნუ მოცულობითაც ცოტა უფრო მეტია, მაგრამ ფასიც უფრო მეტი აქვს, თითქმის $50 წერია ოფიციალურ საიტზე. ინგრედიენტების სიას რაც შეეხება, დიდი სხვაობა არ გვაქვს, ნუ რეთინოლი, ნიაცინამიდი, ადენოზინი, ბაკუჩიოლი, ეს მათი პატენტირებული ტექნოლოგია, შიის კარაქი აქვს შიგნით ჩამატებული, ნუ ამას რა თქმა უნდა უფრო კრემოვანი ტექსტურა ექნება, აქ უფრო ოკლუზიური ინგრედიენტები გვაქვს, რა თქმა უნდა, გლიცერინი, შიის კარაქი, ეს უკვე საკმაოდ ზემოთ არიან ინგრედიენტების სიაში, ასევე ზეთებსაც შეიცავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მშრალი განის მქონე ადამიანებისთვის იქნება კარგი რეთინოლი. აი, საშუალო სიძლიერის რეთინოლის შესახებ ვსაუბრობთ და ნუ ნორმალური მშრალი ასაკოვანი განი ვისაც გაქვთ, მე ვფიქრობ, რომ უფრო მოგეწონებათ ამ პროდუქტის ტექსტურა. არ მგონია მართალი რომ გითხრათ, იმდენად სქელი კრემს რაღაცა დამატენიანებელი არ წარმოვიდგინოთ. ეგეთი სქელი ტექსტურის შესახებ ვსაუბრობდეთ, რომ თუ მოგწონთ პროდუქტი, უფრო ცხიმიან კანზე ვერ გამოიყენოთ. არ მგონია რომ რაღაცა ეგეთი ტექსტურა გქონდეს. თუ ვინმეს გაგიტესტავთ და იცით ზუსტად რამდენად სქელი კრემის შესახებ ვსაუბრობთ, სიამოვნებით გაგვიწერეთ კომენტარებში. ოკეი, ჩემი ახალი ფავორიტი C ვიტამინის შრატი ვიპოვე საფრთიაქო ბრენდებისგან. საქართველოში აფთიაქში რომ შეხვიდეთ და იყიდოთ და შემიძლია რომ გირჩიოთ. მართალია ახლა მომწერთ რომ არ იყიდება ეგ საქართველოში, მაგრამ ჯერ მაცადეთ, ჯერ მაცხოვრეთ. მე ჯეროს ცოტა ხანი რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი. ფასი აქვს საკმაოდ მაღალი, რაც C ვიტამინზე არ მომფარაფერს. კი ბატონო, ოკეი. ცოტა, მაგრამ ოკეი. $47 აწერია მათ ოფიციალურ საიტზე. ეს მოდის დალუქული თავსახურით, რაც C ვიტამინისთვის ეგრე უნდა იყოს და პიპეტი ცალკე მოყვება. ანუ შენ თვითონ ხსნის სახლში და შენ თვითონ ამაგრებ. აი რაღაცას ვერჩი ეს ბოლო ვიდეოები ამ მიკროფონს ხო გეუბნებით. და შენ თვითონ ამაგრებ სახლში პიპეტის თავსახურს რომ გამოიყენო. ეს არის წყლის გარეშე ფორმულაცია. გარდა იმისა, რომ მუქი შეფუთვის შესახებ საუბრობთ, რომელშიც სინათლე არ გადის, გარდა იმისა, რომ დალუქული მოდის და შენ თვითონ ხსნის სახლში, ასევე წყლის გარეშე ფორმულაცია გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ეხმარება C ვიტამინს, რომ ძალიან დაინცლება შეფუთვა. სტაბილური დარჩეს და კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ 19% სუფთა ვიტამინ C-ს ასკორბინის მჟავას შეიცავს. ვიცი, რომ ესეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით C ვიტამინი ყველასთვის არ არის, მესმის, მაგრამ ვისაც გიკითხავთ, ვისაც გაინტერესებთ, ვისაც რაღაცა ძლიერი C ვიტამინი გჭირდებათ, მე გავტესტავდი ახლა ამ ფასდაკლებაზე ამ C ვიტამინს. არბუტინი აქვს სხვათა შორის ასევე შიგნით და სულ 5 თუ 6 ინგრედიენტია. სულ ესაა მთელი პროდუქტი. $47 ცოტა მეც ვითხოვდი, მართალი რომ გითხრათ, 1-2 ჰიდრატორი, სასიამოვნო ტექსტურა რო ქონდეს, რაღაც ცოტა კიდე რაღაცა რო ჩაიმატებინა შიგნით არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ არ ვამბობ არაფერს. ადენოზინი გვაქვს სხვათა შორის, მცენარების ფესვების ექსტრაქტებია კიდე შიგნით. ნუ
ოკეი, შეიძლება ცოტა უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელი გახადოს. ერთადერთი მომენტი არის, რომ ფორთოხლის კანის ზეთია შიგნით, ამიტომ არ ვიცი ყველასთვის იქნება თუ არა. ვისაც შეიძლება რომ სუნზე პრეტენზია გქონდეს და კანს არ მოეწონოს ან ალერგიული ხართ, 19% ასკორბინის მჟავასთან ერთად მაინდა-მაინც იდეალური კომბინაცია არა ამ გრძნობიარე კანზე. ეგ გაითვალისწინეთ, სანამ პროდუქტს შეიძენთ და მიაქციეთ ყურადღება მაგაზე რამდენად პრეტენზიულია თქვენი კანი. თუ გაგიტესტავთ ვინმეს, გაგვიზიარეთ აუცილებლად კომენტარებში, როგორი ტექსტურა აქვს, როგორ მოგეწონათ, რამდენად შემაწუხებელია ეს ციტრუსოვანი ეთერზეთები პროდუქტში, როგორ შეიწოს კანი, თქვენ როგორი კანის ტიპი გაქვთ, როგორ კანის ტიპზე ან მოგეწონათ, ან არ მოგეწონათ და რამდენად ეფექტური იყო, ანუ პროცედურმა ჩვენ ხო ყველაფერი არ არის, ანუ რამდენად კარგი ფორმულაცია, იმ მხრივ რამდენად სტაბილურია. C ვიტამინი რო თქვენ 2 კვირაში ფერი არ შეეცვალა და არ გაყვეთქდა პროდუქტი. დამატენიანებლებიდან მინდა მათი ფიტოპლამპ კოლაგენის დამატენიანებლების შესახებ გისაუბროთ და ვახსენო ეს პროდუქტები, იმიტომ რომ გაყოფილი აქვთ დღის და ღამის კრემები და იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს, როცა ბრენდი რაღაცა მსგავს აკეთებს, რომ ორი კრემი გაყიდინოთ, ამიტომ მოდით შევადაროთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ მარკეტინგის ამბავია, თუ რეალურად რაღაცა სხვაობა გვაქვს ამ ორ კრემს შორის და მართლა მნიშვნელოვანია, რომელს იყიდით და რომელ რუტინაში გამოიყენებთ. კოლაგენი ყოველთვის ყურადღებას იქცევს ხოლმე, თვალში გვხვდება და ფასდაკლებაზე თუ კარგი ფასი იქნება, შეიძლება რომ გულმა გაგიწიოთ და მოგინდეთ შეძენა, ამიტომ მოდით ვახსენოთ ეს კრემები, ხა მათ ლოკოკინას მუცინის ბაზაზე დამზადებულ კრემებს ყველა იცნობთ, ეხლა რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ ეხლა ლოკოკინას მუცინის კრემის შესახებ, ამიტომ მოდით ეხლა ამ კრემების შესახებ ვისაუბროთ. ეს არის პირველი არის დღის კრემი, თავსახურზე მზია ხატია. ეგეც კიდევ ერთი მანიშნებელი რო არ აგვერიოს კრემები ერთმანეთში. ეს არის 50 მილilitrიანი შეფუთვა, რომელსაც ოფიციალურ საიტზე თითქმის $26 აწერია 100%-ით მცენარეულ კოლაგენზე ვსაუბრობთ. მცენარეული ვეგანური კოლაგენი გვაქვს შიგნით, ადენოზინი ნიაცინამიდი. როგორც გითხარით, კომბო, რომელიც ძალიან ხშირად შეგხვდებათ კორეულ ბრენდებთან, ну, ვეგანური კოლაგენი, რა თქმა უნდა, წყალმცენარეების ექსტრაქტებია შიგნით, რაც ძალიან კარგი იქნება ასევე კანის ტონზე და ფერზე და ადენოზინთან და ნიაცინამიდთან ერთად და კანის ბარიერისთვის, პანთენოლი, ბითეინი, E-ვიტამინი არაჩვეულებრივი ინგრედიენტები სია აქვს. მშრალი ალკოჰოლის, პარფიუმის, ეთერზეთების გარეშეა, გლიცერინის ბაზისი გვაქვს. რა გითხრათ, დღის კრემი საკმაოდ კარგად გამოიყურება, ტექსტურას რასაც უყურებ, სქელი კრემი არ ჩანს და ინგრედიენტებს ეხა გლიცერინის ბაზისია, მაინდა-მაინც ისეთი სხვა ისეთი არაფერი არ შეგით, რომ ნუ დიმეთიკონები გვაქვს, რაც იმას ეხას უფრო სრიალა სილიკონის ტექსტურა უნდა კონდეს. და ღამის კრემს რაც შეეხება, 50 მილilitrიანი შეფუთვით მოდის, $27 და 72 ცენტი აწერია მათ ოფიციალურ საიტზე. ინგრედიენტებს, ან მთავარ აქტიურ ინგრედიენტებს რაც შეეხება, ხეთ იგივე თემა, მცენარეული კოლაგენის შესახებ საუბრობთ, ადენოზინი, ნიაცინამიდი, წყალმცენარეების ექსტრაქტი, პანთენოლი, ბითეინი, სკვალენი აქვს შიგნით ჩამატებული. სკვალენის ზეთი აქვს შიგნით ჩამატებული, გლიცერინთან ერთად მაღლა ინგრედიენტების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ოდნავ უფრო rich ტექსტურის კრემი იქნება, რომელიც შეიძლება საღამოს რუტინაში უფრო გესიამოვნოს, განსაკუთრებით როცა მშრალი ნორმალური კანი გაქვთ, ესეც მშრალი ალკოჰოლის, პარფიუმის და ეთერზეთების გარეშეა. სხვა არაფერი სხვაობა არ არის ეხლა დღის და ღამის კრემს შორის, ანუ არც ერთში არ არის ესეთი ინგრედიენტი, რომელიც დღისით არ გამოიყენება, ან ღამით არ გამოიყენება, ან რაღაცა ისეთი, რაც სხვა აქტიურ ინგრედიენტებთან ერთად არ გამოიყენება და თქვენ საღამოს რეტინოლს უნდა მოარიდო, დილით C ვიტამინს უნდა მოარიდო, არაფერი მსგავსი. იმედია ტესტერები დევს, გატესტეთ, რომლის ტექსტურა უფრო მოგეწონება და თქვენი კანის ტიპს, რომელიც უფრო მოეწონება და დილის და საღამოს რუტინაში ორივეჯერ შეგიძლიათ, რომ თავისუფლად გამოიყენოთ. ძალიან კარგი ინგრედიენტები სია აქვს, თუ უაზროდ ძვირი ფასი არ აქვს, მართალი რო გითხრათ, ცუდი დამატენიანებელი არ იქნება. განსაკუთრებით ეს ღამის კრემი ახაც ცივი სეზონისთვის ბევრს ძალიან მოგეწონებათ. მათ მზისგან დამცავებს რაც შეეხება, რაც აუცილებლად მინდა გითხრათ, არის, რომ ნაცრისფერი შეფუთვით აქვთ ორი სხვადასხვა მზისგან დამცავი, რომელსაც მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ, სანამ პროდუქტ შეიძენთ და ზუსტად იცოდეთ, რომელს ყიდულობთ და ის არის, რაც თქვენი კანის ტიპისთვის გჭირდებათ. პირველი blue cream, რასაც აწერიან ლურჯი კრემი, რომელსაც დღიური shooting sunscreen, დღიური shooting მზისგან დამცავი, რომელსაც აწერია, აი ლურჯი არ არის ფერი თვითონ კრემის, აი ღია ცისფერი უფრო არის. ეს არის 50 მილilitrიანი შეფუთვა, რომელსაც $17 აწერია ოფიციალურ საიტზე. ეს არის ოდნავ უფრო სიცივის ეფექტით, კანის დასამშვიდებლად, ტემპერატურის დასაწევად, რაც სიცხეში ძალიან მნიშვნელოვანია. SPF 50+, PA 4+-ით, აზიური სენტელა, ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი, ადენოზინი, რა თქმა უნდა, მშრალი ალკოჰოლის, პარფიუმის და ეთერზეთების გარეშეა, მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირ თეთრ კვალს არ დადოვებს კანზე. მე ვფიქრობ, რომ უცნობი არე კანზე არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება.
ტექსტურა საკმაოდ თხელი და მსუბუქი ჩანს. უფრო ცხელი სეზონისთვისაც კარგი არჩევანი იქნება. ან ეხლა ზამთარში თქვენი დამატენიანებლის ზემოდან გადასატარებოთ, ვფიქრობ, რომ მაგ მხრივაც გამოგადგებათ. ინგრედიენტების სია აქვს არაჩვეულებრივი. მზისგან დამცავი ფილტრები, რომლებსაც შეიცავს, არის არაჩვეულებრივი. მაგ მხრივ ნამდვილად უწევ რეკომენდაციას. იმედი მაქვს, რომ რაღაცა უაზრო ტექსტურა არ აქვს. ხანდახან მზისგან დამცავს რაც არ უნდა ნებისმიერ პროდუქტზე შეიძლება იყოს, მაგრამ მზისგან დამცავზე განსაკუთრებით რაც არ უნდა იდეალური და არაჩვეულებრივი ინგრედიენტების სია კონდეს, ტექსტურა შეიძლება მაინც რაღაცა ისეთ საშინელი აღმოჩნდეს საბოლოოდ, რომ აი რანაირად მოახერხეთ. იმედი მაქვს, რომ ეგეთი არაფერი არ იქნება. და მეორე აქვთ ასევე ნაცრისფერი შეფუთვით. წარწერებით ძალიან გვანან ერთმანეთს, ამიტომ არ აგერიოთ. ამას green cream აწერია, ამას მწვანე კრემი. ასე არ ვიცი რატო აქვს ესე ფერების მიხედვით დაყოფილი. მართალი რო გითხრათ, ამ კრემს შიგნიდან ფერი არ აქვს, შეუძლებლად თეთრი ფერის კრემია. ეს არის წყლის უხილავი, მზისგან დამცავი, რანაირად თარგმნია ამ რაღაცებს არ მკითხოთ. SPF 50 პლუს რა წერია, SPF 50 აწერია, PA 4+-ით. ესეც 50 მლ-იანი შეფუთვარი და ამასაც $17 აწერია. ესეც არის დამატენიანებელი ფორმულაო, როგორც წერია და ძალიან კარგი ბაზისია მაგიაჟისთვის. ოკეი. ფიტოკოლაგენით, წყალმცენარეების კომპლექსი, ჰიალურონი, ბითეინი, პანთენოლი, ნიაცინამიდი, ადენოზინი. რა თქმა უნდა. ფილტრები აქაც ძალიან კარგია. წინა მისგან დამცავში 1-2-ით მეტი და ცოტა უკეთესი ფილტრებიც აქვთ. შეიძლება იმას იმიტომ ეწერა SPF 50+. ან არ ჩაიციკლოთ ახლა მაგაზე, მაგრამ აქაც ძალიან კარგი ახალი თაობის ქიმიური ფილტრები. აქაც უბრალოდ წინას ფილტრები ცოტათი უფრო მეტად მომეწონა. ცოტათი იქ უფრო ესეთი კიდევ უფრო ძლიერ სიცხეში გამოსაყენებელი მზისგან დამცავი ჩანს ის უფრო. ეხლა ამ ზამთრის სეზონზე აი ამით შეგიძლიათ დაიწყოთ. ის მეორე შეინახეთ ზაფხულისთვის. ესეც მშრალი ალკოჰოლის პარფუმის ეთერზეთების გარეშეა. სხვათა შორის კიდევ ერთი მზისგან დამცავი აქვთ გელის ტექსტურით. Sun Gelio ესე უწერიათ, SPF 50+, PA 4+-ით. ეს ცოტა უფრო ძვირია, მათ ოფიციალურ საიტზე ამას 23, თითქმის $24 აწერია 50 მლ-ისთვის. არ ვიცი რატო ეს უფრო ძვირი. მზისგან დამცავ ფილტრებს რა შეხედავთ, არაფერს ხოვება არ არის ისეთი შიგნით, რომ მაგის გამო რაღაცა ეს იყოს ისე. კარგი წყალმცენარეების კომპლექსი აქვს შიგნით, ალოე ვერა, ჰიალურონი, აზიური სენტელა და ვიტა 10. ეს არის 10 სხვადასხვა ვიტამინების კომპლექსია, რომელიც მათი პატენტია როგორც ვხვდები. მაგიდან გამომდინარე შეიძლება რომ ფასი უფრო მეტი იყოს. ესე ქიმიური მზისგან დამცავია, თეთრი კვალის გარეშე, დაცვას თავისუფლად შემოგთავაზებთ. მოცულობა ცუდი არ არის. სხვა არ ვიცი, ახლა იმედი ესეთი უაზრო იცით რომ ყველაფერი, მაგრამ მზისგან დამცავი ძვირი არ უნდა ღირდეს. იმედი მაქვს რომ უაზრო ფასი არ აქვს. ისე სხვა მხრივ გელ ტექსტურის მზისგან დამცავი, კარგი ფილტრებით, კარგი მოცულობით. ამასაც გავუწევდი რეკომენდაციას, როცა დაცვას ეხება საქმე მაგ მხრივ. კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. მე ხმას ნელ-ნელა ვკარგავ, ამიტომ ახლა 1-2 საათი პაუზას გავაკეთებ და მე შევეცდები რომ მეორე ვიდეო ჩავწერო, beauty news-ების ვიდეოს ჩაწერა მინდა, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ ჩამიწერია და ანუ წინა beauty news-ების ვიდეოები საშობაო კალენდრებისთვის და Sephora-ს სასაჩუქრე ნაკრებების შესახებ საუბრისთვის გამოვიყენე, ასე ვთქვათ, და კარგი ხანი აღარ მიჭორავია თქვენთვის და თუ ენერგია მექნება 1-2 საათის შემდეგ სიამოვნებით ჩავწერ მაგ ვიდეოს, რომ თვის ბოლოს ეგ ვიდეოც მქონდა. დღესთვის სულ ეს იყო. სიამოვნებით შემეხმიანეთ და გამიზიარეთ კომენტარებში, რა მოგწონთ ამ ბრენდისგან, რა გამოგიყენებიათ, რა არის თქვენთვის, რას არ გაუწევთ რეკომენდაციას. იმედი მაქვს, რომ კარგი ფასდაკლებები ექნებათ და შეძლებთ საინტერესო პროდუქტების გატესტვას მიზონისგან. თუ სხვა განხილვის ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებს და დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასწრეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო.